დღეს მინდა გესაუბროთ გოლიათებზე და ვიდეოს ბოლოს ძალიან საინტერესო რამ გაჩვენოთ რეალური ფაქტი მათ შესახებ. ესენი არიან მითოლოგიური ან კულტურული ფიგურები, რომლებიც გამოირჩევიან ადამიანურ ფორმატზე ბევრად დიდი ზომითა და ძალით. მათი აღწერა გვხვდება მსოფლიოს თითქმის ყველა ძველ ცივილიზაციაში და ხშირად უკავშირდება ღმერთებს, გმირებს ან მიწიერთა სეციურ სამყაროს შორის ზღვრის დარღვევას. გოლიათი ბიბლიურ ტრადიციებში. ყველაზე ცნობილი გოლიათი არის ფილისტიმელი გოლიათი. ძველი აღთქმის მიხედვით. ის იყო გიგანტური ზომის მეომარი, რომელიც ებრაელებს მტრად წარსდგა და მას დავითი პატარა მწყემსი დაუპირისპირდა სატყორცნით, ასე ვთქვათ, დაამარცხა ის. ეს ისტორია სიმბოლურად ასახავს მორალურ გაკვეთილს, რომ წმენა და გონიერება ფიზიკურ ძალაზე მნიშვნელოვანია. გოლიათები გვხვდება ქართულ მითოლოგიაშიც. თუმცა მასში მრავალ გვხვდებიან ძლიერები გიგანტის მსგავსი გმირები, როგორიცაა მაგალითად ამირანი, ნახევრად ღმერთი, ნახევრად ადამიანი, ზეთისა და მიწის შემაერთებელი გმირი. ასევე ზღაპრებში, ზეპირსიტყვეობაში, ამირან დევის შეებნენ. გოლიათები სხვა კულტურაშიც გვხვდება. ნორვეგიულ მითოლოგიაში გიგანტები აქ იოტუნების სახით გვხვდებიან, რომლებიც ღმერთების მტრებად მიიჩნევიან. ბერძნული მითოლოგია ტიტანები, უზარმაზარი არსებები, რომლებიც ღმერთებს ებრძვიან. ჰინდუიზმში ასურები და რაშასები. ხშირად გოლიათის სახითაა წარმოდგენილი, როგორც ბოროტი ძალები. შესაძლებელია თუ არა გოლიათების ისტორიული არსებობა. სულ მაინტერესებდა ეს. და ჩემი ძალიან დიდი და ღრმა რწმენით, ადამიანი ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენს იმას, რაც არ არსებობს და რაც ოდესმე, ანუ მის რაღაც წინა რეინკარნაციულ ცნობიერებას არ უნახავს. არსებობს ისეთი დაავადებაც, რომელიც ჰორმონალურ დარღვევები იწვევს და ადამიანები ძალიან იზრდებიან. ეს ჩვენს თანამედროვეობაშიც არის, მაგრამ არ გვხვდება ისე ხშირად და მე მაინც ვფიქრობ, რომ რაღაცა ფენა, რაღაცა რასა აუცილებლად არსებობდა ამ არსებების. ეზოთერიკული სწავლებისას გვხვდება ძალიან საინტერესო ინფორმაცია. გოლიათები იყვნენ დედამიწაზე არსებული უძველესი რასის წარმომადგენლები, რომლებიც ცხოვრობდნენ ჯერ კიდევ ლემურიისა და ატლანტიის ეპოქაში, ანუ კაცობრიობის წინა ცივილიზაციებში. ისინი ფლობდნენ ღრმა ენერგეტიკულ ტექნოლოგიურ ცოდნას, ჰქონდათ კავშირი ვარსკვლავურ რასებთან, მაგალითად პლეიადიანებთან და ანდრომედალებთან. მათი უზარმაზარი სხეული შესაძლოა არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ პლაზმური ან სინათლის სხივი იყო. გოლიათები როგორც მაღალი ვიბრაციის არსებები. ძალიან საინტერესოა ის, რაც მე ვისაუბრე ჩემს წინა ვიდეოში, ცხრიანის ენერგიის წელიწადი ნახეთ, ძალიან საინტერესო რაღაცებს ვამბობ იქ. ჰერმეტზე და გოლიათებზე. ნახეთ ეს ვიდეო. ასევე ძალიან საინტერესო არის, რომ გოლიათი არის შინაგანი ჩრდილის არქეტიპი. ის რაც შიშგვრის, რასაც ვეჩხუბებით, მაგრამ რეალურად ჩვენში არაცნობიერი ენერგიაა. თვითონ დავითი და გოლიათი შეიძლება განიმარტოს როგორც ადამიანის სულიერი მოგზაურობა, პატარა, დაბალი ცნობიერი ვიბრაცია ებრძვის გოლიათურ ეგოშის კარმულ წარსულს. გოლიათი და კოლექტიური ცნობიერება, რაზეც ვსაუბრობდი, რომ ჩვენ გვაქვს ცნობიერება, რომელიც არ იხსნება, ღიად ვერ აღვქვათ ამას, ის არის ძალიან ღრმა შრეში, არაცნობიერში და ქვეცნობიერში დალექილი და საერთოდ გვაქვს ეს ცნობიერება, როგორც კოლექტიური ცნობიერება. გოლიათი შეიძლება იყოს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების სიმბოლო, რომელიც ჩასახულია კოლექტიურ მენტალურ ველში, მაგალითად მატრიცის არქონტული სტრუქტურები. ისინი ასოცირდებიან ეგრეგორებთან,
დიდი ენერგიის ფორმები, რომელიც ადამიანში შიშს, ძალაუფლების სურვილს და უკონტროლო ემოციებს ზრდიან. ზოგი ეზოთერიკოსი განსაკუთრებით არქეოსტროლოგიაში დაინტერესებულნი თვლიან, რომ გოლიათები იყვნენ ანუნაკების მსგავსი არსებები, ღმერთის შვილის რასა, რომლებიც ადამიანთან ჰიბრიდულ ფორმებს ქმნიდნენ. მათი კვალი რჩება მეგალითური სტრუქტურებში, მაგალითად ბალბეკის პლატფორმა, ეგვიპტური პირამიდები, პუმა, პუნკუ და ასე შემდეგ. თქვენ როგორ ფიქრობთ, არსებობდნენ თუ არა გოლიათები? დამიწერეთ ეს კომენტარებში. და მხოლოდ ამის შემდეგ, როდესაც თქვენ დაწერთ ამას კომენტარებში, გთხოვთ ნახოთ აი ეს ვიდეო. სამწუხაროდ ვერ ვარ აადიდებ ეკრანს. აი ნახეთ. რამხელა თავის ქალები არის აღმოჩენილი. ეს არის არქეოლოგიის ექსპედიცია მადაგასკარში. სამწუხაროდ რეკლამას გავთიშავ ხა და გავაგრძელებ ამ ვიდეოს ჩვენებას. და ვისაც არ გჯერათ, მინდა გითხრათ, რომ საქართველოშიც არის მსგავსი გოლიათის, აი ნახეთ, მსგავსი გოლიათის ჩონჩხები აღმოჩენილი. ნახეთ, ადამიანი დგას თავის ქალასთან და რამდენად დიდია. მე მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ? რატო არ არიან ესენი დღეს, რას ვერ გაუძლეს, რა იყო მათი მიზანი, მისია? ხომ არ ფიქრობთ, რომ ზოგმა შეძლო შერწყმა ადამიანურ ასასთან, ან ეს შეუძლებელი იყო? ყველაფერი, რასაც ფიქრობთ ამ თემაზე, მე ძალიან მაინტერესებს და გთხოვთ, რომ მომწეროთ. ნახეთ რამხელა უზარმაზარი გიგანტები არიან. ან იმაზე რას ფიქრობთ, რაზეც თქვი, რომ ადამიანი ვერასოდეს ვერ გამოიგონებს, თუნდაც ზღაპარში ისეთ რამეს, რაც არ არსებობს. მე ვარ ნათია შაი, ეს არის ჩემი არხი და ძალიან ველოდები თქვენს კომენტარებს. გამოიწერეთ არხი და მომწერეთ თქვენ რას ფიქრობთ გოლიათებზე.